ღირსი იოანეს სინელი. კიბე ანუ კლემაქსი. სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა. რა ითელ მამასახლის იოანეს რომ მიუძღვნან. რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის. სიტყვა 26. სრახვების, ვნებების და სათნოებათა გამოძიების შესახებ. ახლად შემონაზნებულთათვის განკითხვა, გულისხმისყოფა საკუთარი სულიერი მდგომარეობის ჭეშმარიტი შეცნობაა, საშუალოთათვის სგონიერი გრძნობა, რომელიც ცოდვის გარეშე განსჯის, თუ რა არის ჭეშმარიტი კეთილი რა, ბუნებითად და რა სიკეთის საწინააღმდეგო. სრულთა შორის კი განკითხვა არის მათში არსებული სულიერი გონება, რომელიც საღმრთო განათლებით მიენიჭათ, რომელსაც თავისი ნათლით იმის განათებაც შეუძლიათ, რაც სხვათა სულებში ბნელითაა მოცული. ანდა განკითხვა საერთო აზრით იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად და მართლად მისცდეს კაცი ღვთისნებას ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ საქმეში. ის მხოლოდ მათთან იმყოფება, ვინც წმიდაა გულით, ხორცითა და ბაგით. რომელმაც სამი კეთილად დასძლია, იგი დასძლევს ხუთსაც, მაგრამ ვინც ამ სამს არ ატაგდებს, ის ხუთთაგან ვერცერთს ვერ დაამარცხებს. განკითხვა არის სრულიად უმციკლო და წმიდა გრძნობა, გონება, რომელსაც კეთილისა და ბოროტის გარჩევა ძალუძს, ღმერთმა ის კაცში ბოროტების მამხილებლად დანერგა. მიუხვედრელობის გამო ურწმუნოებაში ნურვინ ჩავარდება, თუ ნახავს ან შეიტყობს, რომ მონაზნობაში მყოფნი ბუნებაზე აღმატებულ საქმეებს აღასრულებენ, რადგან სადაც ყოველგვარ ბუნებაზე აღმატებული ღმერთი ავლენს თავის არსებობას, იქ მრავალი ბუნებაზე აღმატებული საქმე არსებობს. ყოველგვარი ეშმაკეული ბრძოლა სამი უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარეობს, ან საკუთარი დაუდევრობიდან, ან ამპარტავნებიდან, ან ეშმაკის შურისაგან. პირველი საწყალობელია, მეორე უბადრუკი, ხოლო მესამე სამგზის სანატრელი. ყოველგვარ ვითარებაში სამიზნედ და კანონად ჩვენი სინდისი გქონდეს, რათა ვიცოდეთ, თუ ქარი რომელი მხრიდან ქრისტე მისი მითითებით ავმართოთ აფრები. ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთისა სასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამორმოსკვით ხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ, როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარნენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთისნების შესაბამისი არ იქმნას, ხოლო თუ აქაც დაიძლევიან, მაშინ უკვე ფარულად შემოგუჩნდებიან და დაგვნატრიან და გვაქებენ, რომ ეს საქმე საღმრთოდ აღვასრულეთ. პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილის ხსოვნა, მეორესი მორჩილება და თავმდაბლობა, მესამესი საკუთარი თავის მუდამ დამნაშავედ ცნობა. ეს არის ის ღვაწლი, რომელიც აღსასრულებლად მოგვეცა, რათა ჩვენ სიწმინდეში ღვთის ცეცხლი შემოვიდეს, რაც თავდაპირველი ჩვევების ბრძოლას შეწყვეტს, რადგანაც ღმერთი ჩვენი ცეცხლი გამლევალ არს ებრაელთა 12:29. ვნებათა ყოველგვარი აღგზნებისა და განხურვების. ყოველგვარი ბოროტი ჩვეულებისას, სისასტიკისა და სიბნელის, გარეგნულისა და შინაგანის, ხილულისა და უხილავისა. ეშმაკები, თავის მხრივ ჩვეულებრივ, ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს აკეთებენ, რაც ახლა ვთქვით. როდესაც ისინი სულს დაეუფლებინათ და გონებას დააბნელებენ, ჩვენ, უბადრუქთა შორის აღარც გონების სიფხიზლია, აღარც თავის განკითხვა, არც გულისხმიერება, არც სირცხვილი, არამედ სისასტიკე და უგუნურება, საკუთარი თავის განუკითხველობა. ამას ისინი მიხვდებიან, ვინც სიძვის ცოდვაში იყვნენ და მოექცნენ, ან კადნიერებას სძლიეს, ან უტიფრობას სირცხვილით ალაგმეს. მათ იციან, თუ ამ სიბრმავისაგან განთავისუფლების და სიბნელის გაფანთვის შემდეგ როგორი სირცხვილი დაეუფლათ საკუთარი თავის წინაშე ყველაფერი იმის გამო, რასაც სიბნელეში მყოფნი იქმოდნენ და ამბობდნენ. თუ სულიერი დღე არ დაღამდა და არ დაბნელდა, პარავი გასაძარცვად, დასაღუპად და მოსაკლავად შემოსვლას ვერ შეძლებს. სულის ძარცვა არის ბუნებით სიკეთეების დაკარგვა. ძარცვა ის არის, როდესაც კაცი ბოროტებასა და სისაძაგლეს, როგორც სიკეთის, ისე აღასრულებს. პარვა არის სულიერი სიმდიდრის შეუმჩნევლად დაკარგვა. სულის მოკლა არის ბოროტ საქმეთა აღსრულებით პირმეტყველი გონების სიკვდილი. სულის წარწმე და ურჩობის შედეგად ყოველგვარი იმედის დაკარგვაა. თუ ვინმე სახარებისეულ ცნებებს არ აღასრულებს, საკუთარ უძლურებას ნუ მოიმიზეზებს, რადგან მრავალია ისეთი, ვინც იმაზე მეტი აღასრულა, რასაც სახარება მოითხოვს ჩვენგან. ამაში იგი დაგვარწმუნებს, ვინც მოყვასი საკუთარი თავზე მეტად შეიყვარა, სულითვისი დასთვა მისთვის, თუმცა უფლის მცნება ამასთან დაკავშირებით არ მიუღია. და თავი ინუგეშონ და გამხნევდნენ ის ვნებათაგან ძლეული ადამიანები, რომელთაც მხოლოდ სიმდაბლე მოუხვეჭიათ. რადგან ყველა ორმოშიც რომ ჩაცვიდნენ ისინი, ყველა მახეში რომ გაებან და ყოველგვარი სენითაც რომ დაუძლურდნენ, განკურნების შემდეგ სხვებისათვის მკურნალები, ნათობები და წინამძღვრები გახდებიან, ისინი სხვებს, ვინც დაცემის გზაზე დგას, ასწავლიან, თუ როგორი სულიერი სნეულებები არსებობს და საკუთარი გამოცდილებით გადაარჩენენ მათ. თუ კი ვინმეს, ვინც ძველი მავნეჩვევებისაგან იტანჯება და შეუძლია თუნდაც მხოლოდ უბრალო სიტყვით სხვას ასწავლოს, და ასწავლოს მან, მაგრამ ისე რომ წინამძღვრობა არ დაიწყოს,
იქნებ თანდათან საკუთარი სიტყვისა შერცხვეს და თანდათანობით ჭეშმარიტი სარწმუნოება მოიხვეჭოს. მათ ის დაემართებათ, რაც ვნახე ზოგიერთ უწმინდურებაში ყველამდე ჩაფლულ ადამიანებთან დაკავშირებით. ისინი ყველა გზად გამლელს ასწავლიდნენ, თუ თავად როგორ აღმოჩნდნენ ამ უწმინდურობაში და ევედრებოდნენ მათ, რომ იმავე გზით არ გაევლოთ და იმავე ხრამში არ ჩაცვენილიყვნენ. რადგანაც სხვათა ცხოვნებისათვის იზრუნეს, ყოვლად ძლიერმა ისინიც იხსნა იმ საფლობისაგან. თუკი გულის თქმით შეპყრობილი ადამიანები ნებით მიეცემიან ნებებს და დუმილით სწავლონ სხვებს, რადგანაც წერილი ამბობს, იწყო იესო ყოფად და სწავლაც საქმე ერთი-ერთი. ჭეშმარიტად მძვინვარე და მღელვარე ზღვის გავლას ცდილობთ მონოზნებო, ის სავსეა ქარიშხლებითა და გრიგალებით, მოქცევებითა და კლდეებით, ხეცებითა და ავაზაკებით, ციფონებითა და ბოროტი მღელვარებით. სულიერ გრიგალად წარმოსახოთ ძლიერი და უეცარი გულის წყრომა, ზღვის მოქცევაც, სასოწარკვეთილება, რომელიც გონებას გარს ეხვევა და მის უბსკრულში დანთქმას ცდილობს, კლდე მიუხვედრელობა, რომელიც ბოროტებას სიკეთეთ იღებს. ხეცად ესველური და მძიმე ხორცი მივიჩნიოს და ავაზაკად ქედმაღლობის ბოროტი ეშმაკები, რომლებიც ჩვენი სათნოებების ტვირთსა და ნაშრომს გვტაცებენ, ხელვას გამძვინვარებულ და გამძღარ მუცელს ვუწოდებ, რომელიც მძვინვარებით მხეცის ხახაში ჩაგვაგდებს. ხოლო სიფონი არის ის ზეციდან გამოდევნილი ამპარტავნება, რომელიც ჯერცად გვამაღლებს და მერე უბსკრულში ჩაგვიყვანს. ყველამ, ვინც წერილს ასწავლის, იცის, თუ რა არის განკუთვნილი დამწყებთათვის, რაც საშუალოთათვის და რა მოძღვართათვის. გავფრთხილდეთ, რომ მრავალწლიანი სწავლის შემდეგადაც ისევ ანბანს არ ვსწავლობდეთ, რადგანაც სირცხვილია, სწავლაში დაბერებული კაცი კვლავ ანბანს სწავლობედეს. მონოზნობის ანბანია, მორჩილება, მარხვა, ღვიძარება, ძაძით შემოსვა, ნაცარზე ჯდომა, ტირილი, აღსარება, დუმილი, სიმდაბლე, ხნეობა, სიცივის ყინული, შრომა, უბადრუკი და შეურაცხი ყოფა, გულის შემოსვლილება, ავის არ მოხსენება, ძმათა სიყვარული, სიკეთე, მარტივი სარწმუნოება და ქვეყნიურისადმი უზრუნველყოფა, მშობლების მიმართ წმიდა სიძულვილი, სოფლისაგან განრიდება, უმანკოება და ნებსით სიგლახაკე. მათ, ვინც მონაზნობის გზის შუაში იმყოფებიან, უნდა იცოდნენ, ქედმაღლობის უარყოფა, ურისხველობა, იმედის სიუხვე, დაყუდება, განსჯა, მტკიცედ და ღვთისმოშიშებით ხსოვნა სასჯელისა, გულმოწყალება, უცხოთ მოყვარება, სიკვდილის ხსოვნა, სრული სიყვარული, ზომიერი სწავლა, უნებელი ლოცვა, ქონების სიძულვილი. მათთვის, ვინც ხორცში იმყოფებიან, მაგრამ სათნოებებით სრულ ყოფილებას მისცდნენ, საზღვარი, ნიშანი და კანონი სულისა და ხორცისა ასეთია. წარუტაცებელი გული, სრული სიყვარული, სიმდაბლის წყარო, გონების ღმერთამდე ამაღლება, სულში ქრისტეს დამკვიდრება, სინათლისა და ლოცვის მოუკლებლობა, ღვთისმბრწყინვალების სიუხვე, სიკვდილის სურვილი, ამ ცხოვრების სიძულვილი, ხორცისაგან გაუცხოება, ანგელოზებთან ერთად იმგვარი ლოცვა ამ ქვეყნისათვის, რომელიც ღმერთის მოწყალების მოღებას აიძულებს, გულის ხმიერების სიღრმე, საიდუმლოებათა. ტაძარი, გამოუთქმელ საქმეთა მხილველობა, კაცთა მაცხოვნებლობა, ის არის ღმერთი ეშმაკთა, ნებათა უფალი, ხორცის მბრძანებელი, გონების ბატონი, ცოდვათაგან უცხო, უნებლობის სამყოფელი, მეუფის შეწევნით, მეუფის მიმსგავსებული. ხორცის უძლურებისას გონების უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რადგან როდესაც ეშმაკები სარეცელზე დავრდომილებს გნახავენ და მიხვდებიან, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლას სნეულების გამო ვერ შევძლებთ, შეეცდებიან, რომ განსაკუთრებულად მძიმე ბრძოლებს შეგვამთხვიონ. მათ, ვინც სოფელში ცხოვრობენ, უძლურებისას მრისხანების ეშმაკი ესხმის თავს, ზოგჯერ კი გმობის ეშმაკი ებრძვის, ხოლო მათ, ვინც სოფელს განშორებიან, თუ კი ნივთიერი საშუალება მოეპოვებათ, ნაყროვანებისა და სიძვის ეშმაკი შეუტევს. ხოლო თუ მკაცრთა ყოველგვარ ხორციელ ნუგეშს მოკლებულ ადგილას ცხოვრობენ, მოწყინებისა და უმადურობის ეშმაკი დატანჯავს. დავაკვირდი სიძვის ეშმაკის მოქმედებას და ვნახე, რომ იგი უმეტეს ტკივილსა და სიმწარეს ულენდა სნეულს და ამ ტკივილითა და სიმწარით ხორცთა აღძვრა და დაცემა მოჰქონდა. და ეს მართლაც განსაცვიფრებელი რამ არის, როდესაც ტკივილისა და სიმწარის დროს ხორცი აღიძვრება და იმძლავრებს, მინახავს სარეცელს მიჯაჭვული სხვა სნეული, რომელთაც ღვთისძალითა და მოწყალებით ნუგეში ეცათ, ამიტომ აღარაფერი აწუხებდათ და ისე გამოიყურებოდნენ. თითქოს აღარც სურდათ, რომ სნეულებისაგან გათავისუფლებულიყვნენ. ვნახე ისეთი სნეულებიც, რომლებსაც სნეულება, როგორც კანონი ღვთისაგან ისე მიეცათ და მისი საშუალებით სულიერი სენისა და ბოროტივნებისაგან გათავისუფლდნენ. და ვადიდე ღმერთი, რომელმაც ხორცის მიერ სულთან ერთად ხორციც განწმინდა. გონიერი გონება, გონიერ სულ შეიმოსავს და იმის და მიუხედავად არის თუ არ არის ის ჩვენში, მასზე უნდა ვზრუნავდეთ და საკუთარი თავში ვეძებდეთ, რადგან როდესაც ის გამოჩნდება, მაშინ გარეგანი გრძნობების სულზე მაცდუნებელ მოქმედებას ყოველ მხრივ შეწყევდნენ. ეს რომ კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ თქვა ერთმა ბრძენმა, ცნობა საღმრთო პოვე შენ. მონაზონს ცხოვრების ყოველგვარ საქმესა და სიტყვაში, აზროვნებასა და ქმედებაში სწორედ ეს სულიერი გულის ხმიერება უნდა სტევდეს თან. ეს თუ ას არ იქნა, მაშინ ცხოვრება მონაზნური აღარ იქნება და მით უმეტეს, ანგელოზური. სხვა რამ არის განგებულება ღვთისას, სხვა, ღვთის შეწევნა, სხვა, მფარველობა მისი, სხვა, წყალობა მისი.
ღვთის განგებულება ყოველგვარ ქმნილებაზე ვრცელდება, ღვთის შეწევნას მხოლოდ მორწმუნეები მიიღებენ, მფარველობა მტკიცე და ჭეშმარიტ მორწმუნეებს მიეცემათ, წყალობას ისინი, ვინც მთელი სულით უფლისთვის იღწვიან, ხოლო ნუგეშინისცემას მხოლოდ მისი მოყვარულები მოიპოვებენ. ხშირად ის წამალი, რომლითაც ერთი განიკურნება, მეორისათვის მომაკვდინებელი აღმოჩნდება. ხშირად დროულად მიღებული რომელიმე წამალი არგებს კაცს, ხოლო თუ უდრო-დროს მიიღო, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. ვნახე უგუნურნი მკურნალნი, რომელმაც დამწუხრებული სნეული გინებით და შეურაცხყოფით შეაწუხა და მას სასოწარკევთილების მეტი ვერაფერი მოუტანა. ვნახე სხვა დახელოვნებული მკურნალი, რომელმაც ამპარტავნებით სავეს გული გინებით შეურაცხყოფით გააპო და სნეულებისა და სიმყრალისაგან დაცალა ის. ვნახე ერთი და იგივე სნეული, რომელიც არაწმიდა ვნებათაგან განსაკურნებლად ხან მორჩილების წამალს სვამდა და მაშინ აქეთ-იქით დადიოდა და არ ეძინა, ხოლო სხვა დროს, როდესაც სულიერი თვალი დაუძლურდებოდა, დეყუდებოდა და მდუმარებაში იმყოფებოდა. რომელს აასხენ ყურნის სმენად ისმინენ. ზოგიერთს, არ კი ვიცი რატომ, რადგანაც მე ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭებს ჩემი გონებით ვერ გამოვიძიებ, ასე რომ ვთქვათ, ბუნებრივი მიდრეკილება აქვს მარხვის დაყუდების, ხორციელი სიწმიდის დაცვის, სიმშვიდის ან ლმობიერებისადმი. არიან სხვები, რომელთა ბუნება ამ კეთილი საქმეების წინააღმდეგაა მიმართული, ისინი შეძლების დაგვარად აიძულებენ თავს და თუმცა ზოგჯერ ეცემიან კიდეც. მე მაინც როგორც საკუთარი ბუნების მაიძულებელნი, ისინი პირველებზე აღმატებულად მიმაჩნია. ჰოი კაცო, თავს ნუიწონებ იმ სიმდიდრით, რომლის მოსახვეჭად შრომა არ დაგიხარჯავს, არამედ იცოდე, რომ ყოველგვარი ნიჭის მომცემელმა იცოდა შენი უძლურება და ამგვარი უნებლობის მადლი უსასყიდლოდ მოგცა, რომ დიდი შრომის გარეშე ეცხონებინე. ბავშვობაში მიღებული აღზრდა, განათლება და საქმიანობა სათნოებათა მოხვეჭაში და მონაზვნურ ცხოვრებაში ან შეგეწევა, ან დაგვაბრკოლებს. მონაზონთა ნათელი ანგელოზებია, ხოლო მთელი კაცობრიობის ნათელს მონაზნები წარმოადგენენ. ამიტომაც მოვალენი ვართ, ყოველგვარ საქმეში და მოღვაწეობაში კეთილი მაგალითის მიმცემნი ვიყოთ, რათა ჩვენი სიტყვის ან საქმის გამოისობით ნუცა ერთსა დაბნელდება, მაშინ განაქვეყნიური სიბნელი უმეტეს წყუტიადად არ გადაიქცევა. ასე რომ თუ კი ჩემი მოსმენა და მორჩილება გსურთ, მაშინ ისმინეთ, ჩვენთვის სასარგებლო იქნება, თუ ცხოვრებაში ცვალებადები არ ვიქნებით და ჩვენს საბრალო სულს არ განვაბნევთ იმით, რომ ათასობით და ათიათასობით მტერ შევებრძოლებით, რადგანაც ჩვენთვის შეუძლებელია მათი ათასგვარი ხრიკისა და ბოროტ მანქანების გამოძიება. წმიდა სამების ძალით შევიარაღდეთ სამი უმთავრესი სათნოებით, სამი უმთავრესი ვნების დასათრგუნავად, თორემ სხვაგვარად საკუთარი თავს დიდ გარჯას მოვაწევთ. ჭეშმარიტად თუ კი ჩვენთან იქნება იგი, რომელიც გარდა აქცევს ზღვასახმელად, მაშინ ჩვენი ისრაელიც, რომელშიც ღვთისმხედველი გონება უნდა ვიგულისხმოთ, ვნებათა ზღვას დაუნთქმელად გადაურჩება და ეგვიპტელებს, ანუ ვნებებს, საკუთარი ცრემლის ზღვაში დანთქმულს იხილავს. მაგრამ თუ კი ის არ მოვა ჩვენში, მაშინ ოხრასახელვათა მისთასა, ანუ ჩვენს ხორცს ვინ დაუთმოს. თუ კი ღმერთი ჩვენ შორის საქმით აღდგება, მაშინ განიბნინენ მტერნი მისნი, ხოლო თუ სახილველად მიუახლოვდებით მას, ილტვოდნენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისას და ჩვენგანაც და სრულიადაც გაუჩინარდებიან. შევეცადოთ, რომ საღმრთო საქმეები სიტყვით კი არა, საქმით ვისწავლოთ, რადგანაც სოფლიდან განსვლის ჟამს სიტყვებს კი არ წარუდგენთ ღმერთს, არამედ საქმეებს. როდესაც ვინმე დამალული განძის შესახებ შეიტყობს, ცდილობს მის პოვნას და ამისათვის თავს არ ზოგავს, ხოლო როდესაც იპოვის, არანაკელს შრომობს იმისათვის, რომ ნაპოვნი დაიცვას, რადგანაც უშრომელად გამდიდრებული ადვილად აბნევს ქონებას. ძველი ცოდვილი ჩვეულებებისა და ვნებების დაძლევა უშრომელად შეუძლებელია, ხოლო თუ ვინმე მათ კიდევ რაიმეს შემატებს და დაურთავს, ასეთი ან ცხონების იმედს კარგავს, ან მონაზნური ცხოვრებისაგან სარგებლობას ვერ მიიღებს. თუმცა ვიცი, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია და შეუძლებელ მის მიერ არ არაი-არს. ძალიან რთული და უაღრესად ძნელად მოსაფიქრებელი კითხვა დამისვეს, ის ჩემს გონებასაც აღემატებოდა და არც სადმე წამეკითხა, რისგან იშობა 8 ცოდვილი ვნება და მათგან რომელიც 3-ია დანარჩენი 5-ის მშობელი. მე კი მათ კითხვას საქებარი უმეცრება დავახვედრე და თვითონ ვკითხე და ვეევდრე, რომ ესწავლებინა ჩემთვის და ამ ნეტარმა მამებმა მართლაც ყველაფერი მითხრეს, სიძვისდე და ნაყრვანება, მოწყინებისა ქედმაღლობა, ხოლო მწუხარებას სამი რამ შობს, ნაყრვანება, ვეცხლის მოყვარება და ქედმაღლობა, მრისხანებაც ამ სამი ვნების ნაშობია. ამ პარტავნების დედა კი ქედმაღლობაა. შემდეგ ვევედრი ამ წმიდა მამებს და ვთხოვე ეთქვათ, თუ რომელნი არიან რა გულის სიტყვის ნაშობნი, ან რომელი რომლის შვილია. ამ უნებელმა ადამიანებმა კი სიყვარულით მასწავლეს და მითხრეს, უგუნური ვნებები ყოველგვარ წესრიგსა და აზრს მოკლებულნი არიან, მათში ყოველგვარი უწესობა და არეულობა მეფობს, ნეტარი მამები ამას ერთობ დამაჯერებელი მტკიცებულებებით ამოწმებდნენ. ბევრი საგულისხმო და სარწმუნო მაგალითი წარმოადგინეს, რომელთაგან ზოგიერთ საქმე მოვიტანთ, რათა მათი საშუალებით სწორად ვიმსჯელოთ და ყველაფრის შესახებ მართებულად გამსაჯოთ.
მაგალითად უდროო და ცუდი სიცილი ზოგჯერ სიძვისაგან იშობა, ზოგჯერ კი ქედმაღლობისაგან, როდესაც ვინმე შინაგანად ურცხვად იქებს თავს, ზოგჯერ მას დასვენება და შვება შობს. ძილიც ასევე განშვებისაგან იშობა, ზოგჯერ მარხვისაგან, როდესაც მმარხველი ქედმაღლობით არის შეპყრობილი, ზოგჯერ კი მოწყინებისაგან, ზოგჯერ ბუნებისგანაც. მრავალმეტყველება ზოგჯერ მოწყინებისაგან გამომდინარეობს და ზოგჯერ ქედმაღლობისაგან, მოწყინებას კი ზოგჯერ შვება შობს და ზოგჯერაც ღვთის უშიშობა. გმობა ამ პარტავნების ნაშობია, ხოლო ზოგჯერ მას ის შობს, რაშიც მოყვას ვდებთ ბრალს, ან და იგი ეშმაკის შურისაგან მომდინარეობს. გულფიცხელობას, სიმაძღრე, ულმობელობა და ბოროტი სიყვარული იწვევს. ბოროტს სიყვარულს ან სიძვა შობს, ან ვეცხლის მოყვარება, ან ნაკროვანება, ან ქედმაღლობა და სხვა ამის მსგავსთაგან. ცბიერება ამ პარტავნებისა და მრისხანებისაგან იბადება, თვალთმაქცობა, თვითმაამებლობის, თვითრჯულობისა და თავმოთნეობისაგან, მათი მოწინააღმდეგეები კი მოწინააღმდეგე მშობლებისაგან იბადებიან, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რადგანაც მათი სათითაოდ აღწერა დიდ დროს მოითხოვს, მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა ზემოაღწერილი ვნების მკვლელი არის სიმდაბლე და ვინც ეს სათნოება მოიხვეჭა, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება. ყოველგვარი ბოროტების მშობლების სასატკბილობა და მზაკვრობა არიან, ვისაც ისინი დაეუფლებიან, იგი უფალს ვერ იხილავს, ერთ-ერთი მათგანისაგან განშორება ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანს, თუ მეორეც არ მოსცილდა სულს. შიში, რომელსაც ხელისუფალთა და მხეცების წინაშე განვიცდით, ღვთის წინაშე შიშის მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. ხოლო სხეულებრივი სილამაზისადმი სიყვარული ღვთისადმი სიყვარულის სახედ უნდა გვექცეს, რადგანაც არაფერი გვაბრკოლებს, რომ მაგალითები სათნოებათაგან და მათი საპირისპირო საქმეებიდან ავიღოთ. მეტისმეტად აისო ბოროტი ქედმაღლობით, მზაკვრობითა და ორგულობით სამყარო ხორციელ ღვაწლსა და შრომას გარდასულ მამათა მსგავსად მოითხოვს, ხოლო მათგვარ მადლს აღარავის ანიჭებს, თუმცა ალბათ არასოდეს ყოფილა ღვთის მადლი ისე აუცილებელი, როგორც დღეს. სამართლიანად მოგვეწია ეს ყოველივე, რადგანაც შრომით კი არა, არამედ უბრალოებითა და სიმდაბლით გამოავლენს თავს ღმერთი ჩვენ სულში. თუმცა უფლის ძლიერება უძლურებაში ჩნდება, უფალი თავმდაბალ მუშაკს არასოდეს უგულებელ ჰყოფს. როდესაც რომელიმე მოღვაწეს ხორციელად და უძლურებულს ვნახავთ, ჩვენი უკეთურებით მისი სასჯელის მიზეზის გამოძიებას ნუ დავიწყებთ, არამედ სიყვარულით, როგორც საკუთარი თავი, ისე მივიღოთ და როგორც ბრძოლაში დაღლილ მხედარს, ისე ვუმკურნალოთ და მოვასვენოთ. ბევრჯერ უძლურება ცოდვათა განსაწმედელად მოიწევა ჩვენზე, ზოგჯერ კი გონების დასამდაბლებლად. როდესაც ჩვენი სახიერი და ტკბილი ღმერთი ნახავს ვინმეს, ვისაც მოღვაწეობა ეზარება, მაშინ უძლურების მეშვეობით მრავალჯერ დაამდაბლებს მის ხორცს, ზოგჯერ კი იგი ავადმყოფობით სულს ვნებებისაგან და ბოროტის რახვებისაგან განწმენდს. რაც არ უნდა აღესრულოს ჩვენზე, ყოველივე შეიძლება, მოვიღოთ როგორც კეთილად ისე, საშუალოდ და ისე ბოროტად. სამი ძმა ვნახე, რომელთაც რაღაც უჭირდათ, ერთი განრისხდა, მეორე უმოქმედოდ იდგა, ხოლო მესამე ხარობდა. ერთგან ვნახე, რომ მიწათმოქმედნი ერთსა და იმავე თესლს თესდნენ, მაგრამ თოთოეულს სხვადასხვაგვარი განზრახვა ჰქონდა, ერთს ვალის გადახდა უნდოდა, მეორეს სიმდიდრის დაგროვება, მესამეს უფლის მომადლიერება ცხნის შეწირვით, სხვას ის სურდა, რომ გზად გამვლელებისათვის თავისი შრომა ეჩვენებინა და მათგან ქება დაემსახურებინა, სხვას მტრის გულში შიშის და მწუხარების აღძვრა განეზრახა, სხვას მხოლოდ ის, რომ უსაქმურობისათვის კაცთაგან საყვედური არ დაემსახურებინა. ამ მუშაკების თესლი არის მარხვა, ვიძარება, მოწყალება, მსახურება და ამის მსგავსნი. ხოლო ზრახვებში რას ვგულისხმობდი, დაე, თვითწმებმა დაწვრილებით გამოიკვლიონ. როდესაც წყალს ვავსებთ, ხშირად ბაყაყი ამოყვება ხოლმე, ამგვარადვე, როდესაც სათნოებებს აღვასრულებთ, მათში ხშირად ფარულად ვნებებით შეერევა. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოთ შემწყნარებლობასთან ნაკროვანება მოსდევს სიყვარულს, სიძვა, გონიერებას, ეშმაკობას, სიბრძნეს, მზაკვრობას, სიმშვიდეს, მოწყინება და მცონარობა, ქალწულობას, სიფიცხეს, სიმდაბლეს, თავხედობა და ყოველივე ამას ერთად კრავს ამპარტავნება. საყვარელნო, ნუ შეწუხდებით, თუ ზოგჯერ რაიმეს თხოვთ უფალს და იგი აყოვნებს და თქვენს სათხოვარს ყურად არ იღებს. რადგანაც ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი დაუყოვნებლივ უნებლობას ეზიაროს. მაგრამ თუ ვინმე რაიმეს ითხოვს ღვთისაგან და სათხოვარს არ იღებს, ეს აქ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიზეზით ხდება. ის ან უდროოდ ითხოვს, ან უღირსად და ქედმაღლურად, ან თუ კი მიეცემა, ამ პარტავნებაში ჩავარდნა ელის, ან ციზარმაცით შეპყრობა. ყველა მიცის, რომ ზოგჯერ ვნებები ცოტა ხნით ან მუდმივად გვტოვებენ, მაგრამ ყველა მარიცის, თუ რა მიზეზით გვშორდებიან ისინი. ზოგიერთს, მარტო მორწმუნეს კი არა, არამედ ვორწმუნოსაც ერთის გარდა ყველა ვნება განეშორა, რადგან ეს ერთი ვნება, როგორც ყოველგვარი ბოროტების წინამძღვარი და ყოველგვარი სხვა ვნების მაგიერ მოქმედი და აღმასრულებელი დარჩა. ეს ბოროტება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მან ანგელოზის ეშმაკად გადაქცევა შეძლო. ვნებას საღმრთო ცეცხლის ძალა დასწვავს და განლევს და მისი სულის მიერ აღმოიფხვრება.
კიდევ იმისთვის განიშორებიან კაცს ეშმაკებინებით, რომ იგი უზრუნველობამ შეიპყროს და მერე მოულოდნელად დაესხმიან თავს, გაიტაცებენ და იმდენად ძლიერნებებში დანთქამენ, რომ საკუთარი თავს უკვე თვითონვე აღუდგება წინ და ებრძვის. ვიცი, რომ ეშმაკები შესაძლოა, განეშორონ მაშინაც, როდესაც სულიმნებებს ეჩვევა. ამის მაგალითად ჩვილი ბავშვი გამოდგება, რომელიც ძუძუს წოვასაა მიჩვეული და როდესაც ძუძუს მოსწყვეტენ, საკუთარი თიც წოვს ხოლმე. ვიცი ბოროტი ეშმაკებისა და სულიერი ვნებების განშორების კიდევ ერთი, მეხუთე შემთხვევა, რომელიც უდიდესი უმანკოებისა და სულიერი სიწმიდისაგან მომდინარეობს, რადგანაც სწორედაც რომ ჭეშმარიტი და სამართლიანიან, თუ ასეთი ადამიანები შეწევნას მიიღებენ უფლისგან, რომელმან განარინის წრფელთა გულითა და მათგანვე ფარულად იხსნის ბოროტებისაგან, როგორც ჩვილებს, რომლებსაც მრავალგზეს ხდიან სამოსელს და ისინი კი საკუთარი სიშიშვლს ვერ ხვდებიან. თავისი ბუნებით ბოროტი ვნება ადამიანის ბუნებისათვის თვისობრივი არ არის, რადგანაც ღმერთი არ არის ვნებათა შემოქმედი. სათნოებანი კი მრავლად უწყალობა ჩვენს ბუნებას, რომელთაგანაც ცნობილია, მოწყალება როგორც თვისობრივი ჩვენი ბუნებისათვის. ამიტომაა, რომ წარმართებიც კი ავლენენ მას ადამიანების მიმართ, თვისობრივია სიყვარული, რადგან ერთმანეთთან განშორება პირუტყვებსაც კი აწუხებთ, სარწმუნოებაც თვისობრივია, რადგანაც ყველა საკუთარი თავიდან იღებს და საკუთარი სულის სიღრმეში შობს მას. იმედი თვისობრივია ჩვენთვის, იმიტომ რომ იმედით ვინათლებით და ყოველგვარ ხორციელ საქმეშიც გამდიდრების იმედით ხელმძღვანელობთ, ვთესავთ და ვასესხებთ, ზღვით მოგზაურობთ. ამგვარად როგორც ვთქვით, სიყვარული თვისობრივია ჩვენი ბუნებისათვის, სწორედ სიყვარულია აღსრულება სჯულისა და წინასწარმეტყველებისა. აქედან გამომდინარე სათნოებანი ჩვენი ბუნებისაგან არც თუ შორს ყოფილა და რცხვენოდეს ყველას, ვინც ამბობს სათნოებათა აღსრულება შეუძლებელიაო. ბუნებაზე აღმატებულია სრული ქალწულების სიწმიდე, ურისხველობა, სიმდაბლე, ლოცვა, მღვიძარება, მარხვა, განუწყვეტელი ტირილი და გლოვა. ზოგიერთი მათგანი კაცთაგან ვისწავლეთ, ზოგი ანგელოზთაგან, ხოლო ზოგიეთის მასწავლებელი და მომცემელი თვითსიტყვა ღმერთია. როდესაც ორი ბოროტებიდან ერთ-ერთის არჩევა გვიწევს, ნაკლები ბოროტება უნდა ავერჩიოთ, მაგალითად, ზოგჯერ ლოცვის დროს შესაძლოა რომელიმე ძმა გვესტუმროს, მაშინ ან ლოცვის გაგრძელება მოგვიწევს და ასეთ შემთხვევაშიც მას ვერ ვნახავთ და დავამწუხებთ მას, ან ლოცვის შეწყვეტა, მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ სიყვარული ლოცვაზე აღმატებულია, რადგანაც ლოცვა პირადი ღვაწლია, ხოლო სიყვარული ყოველგვარ სათნოებათა მომცველია. სიჭაბუკეში ერთ ქალაქში მივედი, როდესაც სუფრას მივუჯექი, ნაკროვანებისა და ამპარტავნების სწრახვები დამესხნენ თავს, მე შემაშინა ნაკროვანების სულმა, რადგანაც ის სიძვას შობს, ამიტომ ამპარტავნებისაგან ვიძლიე. ერისკაცებში ყოველგვარი ბოროტების საფუძველი ვეცხლის მოყვარეობაა, მონაზონთა შორის კი სიძვა. ზოგჯერ უფალი, თავისი საიდუმლო განგებულებით სულიერ ადამიანებში მსუბუქ ვნებებს ტოვებს, რათა ამ უმნიშვნელო და თითქმის უცოდველი ვნებების გამო ეს ადამიანები გამუდმებით აყვედრიდნენ საკუთარი თავს და ამით შეიძინონ სანატრელი სიმდაბლე. ახლადმოსულებისათვის მორჩილების გარეშე შეუძლებელია სიმდაბლის მოხვეჭა, რადგანაც თუ ვინმე რაიმე ხელობას თავისით ისწავლის, ეს მას აუცილებლად ამპარტავნებამდე მიიყვანს. როგორც მამები ამბობენ, სათნოებათა ყოველგვარი სახე ორ სათნოებაში იკრიბება, ესაა მარხვა და მორჩიელობა, ერთი მათგანი ვნებებისაგან იხსნის ადამიანს და მეორე სიმდაბლის საშუალებით ამ გამოხსნილს სამუდამოდ იცავს. ამიტომ გლოვასაც ორგვარი ძალა აქვს, ის ანადგურებს ცოდვებს და სიმდაბლეს ნერგავს. ღვთისმოშიში ადამიანებისათვის დამახასიათებელია მისცენ მათ, ვინც ითხოვს, ისინი, ვინც მათაც კი აძლევენ, ვინც არ ითხოვს, უფრო აღმატებულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც უკან აღარ ითხოვენ თავის მიერ გაცემულს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, უნებლობას არიან მიღწეულნი. საკუთარი თავში ყოველგვარი ვნება და სათნოება გამოვიკვლიოთ და მივხვდეთ, რომელ საფეხურზე ვართ, ვიწყებთ, შუაში ვართ თუ დასასრულს მივახციეთ. ეშმაკები სამი მიზეზით გვებრძვიან, ან გემოთ მოყვარებისან, ამპარტავნებისან, შურის გამო. უკანასკნელი მართლაც რომ სანატრელია, საშუალო, სრულიად უბადრუკი, ხოლო პირველი, ყოვლად უსარგებლო. არსებობს ერთგვარი გრძნობა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვევა, რომელსაც ჭირთა თავსდებას უწოდებენ, როდესაც ის დამკვიდრდება კაცში, იგი აღარაფერს შეუშინდება და არც ღვაწლსა და ხორციელ გაჭირებას უჩვენებს ზურგს. სხვა აზრახვების დაცვა და სხვა გონებისა და როგორც განშორებულ არს აღმოსავალი დასავალსა, იმგვარადვე აღემატება ეს უკანასკნელი ღვაწლი პირველს. სწორედ ამ გრძნობის თუ ჩვევის მიერ იყვნენ შეპყრობილნი მოწამეები და ამიტომ იყო, რომ სატანჯველის არად ჩაგდება შეძლეს. ერთი საქმეა ილოცოს რახვების წინააღმდეგ, სხვა წინააღმდეგობა გაუწიო მათ და სულ სხვა დათრგუნო და დაამდაბლო ისინი. პირველზე ეს ნათქვამი მოწმობის, უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე. და სხვა ამის მსგავსნი. მეორეზე, მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა. ანუ შეწინააღმდეგება სიტყვით. და კიდევ, ყვენ ჩვენ სახდომელ გარემოისთა ჩვენთა.
მესამეს კი ფსალმუნში ნაგალობევი ამოწმებს, დაუყრუდი და არა აღვაღე პირი ჩემი. და დასდევ საცოი. როდესაც ორი ბოროტებიდან ერთ-ერთის არჩევა გვიწევს, ნაკლები ბოროტება უნდა ავირჩიოთ, მაგალითად, ზოგჯერ ლოცვის დროს შესაძლოა რომელიმე ძმა გვესტუმროს, მაშინ ან ლოცვის გაგრძელება მოგვიწევს და ასეთ შემთხვევაშიც მას ვერ ვნახავთ და დავამწუხებთ მას, ან ლოცვის შეწყვეტა, მაშინ უნდა მივხვდეთ, რომ სიყვარული ლოცვაზე აღმატებულია, რადგანაც ლოცვა პირადი ღვაწლია, ხოლო სიყვარული ყოველგვარ სათნოებათა მომცველია. სიჭაბუკეში ერთ ქალაქში მივედი, როდესაც სუფრას მივუჯექი, ნაკროვანებისა და ამპარტავნების სწრახვები დამესხნენ თავს, მე შემაშინა ნაკროვანების სულმა, რადგანაც ის სიძვას შობს, ამიტომ ამპარტავნებისაგან ვიძლიე. ერის კაცებში ყოველგვარი ბოროტების საფუძველი ვეცხლის მოყვარეობაა, მონაზონთა შორის კი სიძვა. ზოგჯერ უფალი, თავისი საიდუმლო განგებულებით სულიერ ადამიანებში მსუბუქ ვნებებს ტოვებს, რათა ამ უმნიშვნელო და თითქმის უცოდველი ვნებების გამო ეს ადამიანები გამუდმებით აყვედრიდნენ საკუთარი თავს და ამით შეიძინონ სანატრელი სიმდაბლე. ახლადმოსულებისათვის მორჩილების გარეშე შეუძლებელია სიმდაბლის მოხვეჭა, რადგანაც თუ ვინმე რაიმე ხელობას თავისით ისწავლის, ეს მას აუცილებლად ამპარტავნებამდე მიიყვანს. როგორც მამები ამბობენ, სათნოებათა ყოველგვარი სახე ორ სათნოებაში იკრიბება, ესაა მარხვა და მორჩიელობა, ერთი მათგანი ვნებებისაგან იხსნის ადამიანს და მეორე სიმდაბლის საშუალებით ამ გამოხსნილს სამუდამოდ იცავს. ამიტომ გლოვასაც ორგვარი ძალა აქვს, ის ანადგურებს ცოდვებს და სიმდაბლეს ნერგავს. ღვთისმოშიში ადამიანებისათვის დამახასიათებელია მისცენ მათ, ვინც ითხოვს, ისინი, ვინც მათაც კი აძლევენ, ვინც არ ითხოვს, უფრო აღმატებულნი არიან, ხოლო ისინი, ვინც უკან აღარ ითხოვენ თავის მიერ გაცემულს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, უნებლობას არიან მიღწეულნი. საკუთარი თავში ყოველგვარი ვნება და სათნოება გამოვიკვლიოთ და მივხვდეთ, რომელ საფეხურზე ვართ, ვიწყებთ, შუაში ვართ თუ დასასრულს მივახციეთ. ეშმაკები სამი მიზეზით გვებრძვიან, ან გემოთ მოყვარებისან, ამპარტავნებისან, შურის გამო. უკანასკნელი მართლაც რომ სანატრელია, საშუალო, სრულიად უბადრუკი, ხოლო პირველი, ყოვლად უსარგებლო. არსებობს ერთგვარი გრძნობა, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვევა, რომელსაც ჭირთა თავსდებას უწოდებენ, როდესაც ის დამკვიდრდება კაცში, იგი აღარაფერს შეუშინდება და არც ღვაწლსა და ხორციელ გაჭირებას უჩვენებს ზურგს. სხვა აზრახვების დაცვა და სხვა გონებისა და როგორც განშორებულ არს აღმოსავალი დასავალსა, იმგვარადვე აღემატება ეს უკანასკნელი ღვაწლი პირველს. სწორედ ამ გრძნობის თუ ჩვევის მიერ იყვნენ შეპყრობილნი მოწამეები და ამიტომ იყო, რომ სატანჯველის არად ჩაგდება შეძლეს. ერთი საქმეა ილოცოს რახვების წინააღმდეგ, სხვა წინააღმდეგობა გაუწიო მათ და სულ სხვა დათრგუნო და დაამდაბლო ისინი. პირველზე ეს ნათქვამი მოწმობის, უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე. და სხვა ამის მსგავსნი. მეორეზე, მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა. ანუ შეწინააღმდეგება სიტყვით. და კიდევ, ყვენ ჩვენ სახდომელ გარემოისთა ჩვენთა. მესამეს კი ფსალმუნში ნაგალობევი ამოწმებს, დაუყრუდი და არა აღვაღე პირი ჩემი. და დასდევ საცოი. ზოგიერთმა ღვთისგამოუკვლეველი განგებულებით საკუთარი ღვაწლის შედეგი მოღვაწეობის დაწყებამდე მოიმკო ზოგმა, მოღვაწეობის ბოლოს, ზოგიერთმა კი, მხოლოდ სიკვდილის ჟამს, გამოსაკვლევია ამ სამს შორის რომელია უმდაბლესი. არსებობს სასოწარკვეთილება, ცოდვათა სიმრავლის, სიმდისის დამძიმების და უაღრესი მწუხარების გამოისობით, როდესაც სული დაწყვილდება და ყოველივე ამის სიმძიმისაგან სასოწარკვეთილების უფსკულში ჩავარდება. არსებობს ასევე სასოწარკვეთილება, რომელსაც ამპარტავნება და ქედმაღლობა მოაწევს სულს, როდესაც დაცემული კაცი ფიქრობს, რომ ეს დაცემა მისთვის დაუმსახურებელი და შეუფერებელია, თუ კი ვინმე ამას დაუფიქრდება, მიხვდება, რომ ამ ორ მდგომარეობას შორის ასეთი განსხვავება არსებობს. პირველი მათგანი დაუდევრობას მიჰყოფს ხელს. ხოლო მეორე სასოწარკვეთილებისაგან ღვაწლს. მაგრამ ამით ვერ ეშველებათ, იმიტომ რომ პირველს მარხვა და ღვთისსასოება განკურნავს, ხოლო მეორეს სიმდაბლე და სხვათა განუკითხველობა. ყოველგვარი საქმის დაწყებისას, მორჩილებაში იქნები თუ არა, შენი ღვაწლი ხილული იქნება, თუ უხილავი, კანონად და წესად ერთი რამ გაიხადე, გამოსცადე ჭეშმარიტად ღვთისათვის აღასრულებს მას. მაგალითად თუ კი დამწყებები ვართ, რაიმე საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ამით ჩვენს მიერ მანამდე მოხვეჭილი სიმდაბლე არ იზრდება, გამოდის რომ ღვთისათვის არ ვიღწვით, ეს საქმე დიდი იქნება თუ მცირე დამწყებთათვის მთავარი ის არის, რომ ღვაწლი უფლის ნებასთან თანხმდომილი იყოს. საშუალოებში ის შინაგან ბრძოლას დააცხრობს, ხოლო სრულთათვის საღმრთო ნათლის გამრავლება და სიუხვე მოაქვთ. მცირე ცოდვა დიდი ადამიანებისათვის შესაძლოა, მცირედ აღარ ჩანდეს, ხოლო პატარასთან დიდი ცოდვა შეიძლება, დიდიც არც იყოს. როდესაც სასხრუბელი გადაეყრება, მზე კარგად მაშინ გამოჩნდება, ხოლო სული მაშინ იხილავს საღმრთო ნათელს, როდესაც ძველი ცოდებისაგან განიწმიდება.
სხვა რამ არის ცოდვა და სხვა უქმობა, სხვა რამ არის უქმობა და სხვა ვნება, სულ სხვა დაცემა, ვისაც ღვთისგან ამის შეცნობა შეუძლია და ეგ გამოიძიოს. ზოგიერთი სხვა სულიერ ნიჭზე და მადლზე მეტად სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების ნიჭს ნატრობს, მან არ იცის, რომ ძალიან ბევრია ამაზე აღმატებული ნიჭი, რომელიც დაფარულია და ამდენად დაცემისგან დაცული. ვინც სრულად განწმენდილია ცოდვებისაგან, იგი მოყვასის სულს ხედავ, მაგრამ მის არსებას კი ვერ გრძნობს, როგორ განწყობილებაზეა იგი, რას განიცდის, ხოლო იგი, ვინც ჯერ კიდევ მოღვაწების გზაზე დგას, ხორციელ საქმეებში მოყვასის სულსაც შეიცნობს. მცირე ცეცხლი ხშირად ყოველ ნივთს განწმენს, მცირე ხვრელი კი ყოველგვარ შრომას ცარიელზე ტოვებს. ბევრჯერ, როდესაც ეს ჩვენი მტერი ხორცი მოგვასვენებს, გონების ძალას მაშინ ვიგრძნობთ ხოლმე და დამღუპველი მხურვალება აღარ გვაწუხებს. ზოგჯერ კი, პირიქით, სხეულის დათრგუნვა მასში ბოროტ აღძვრას შობს, რათა საკუთარი თავზე კი არ ვამყარებდეთ იმედს, არამედ მასზე, ვინც უხილავად მოაკვდინებს ჩვენს ცოცხალ მტერს სხეულს. როდესაც ისეთ ადამიანებს ვნახავთ, ვისაც ღვთის მიერ ვუყვარვართ, მათ მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ გავკადნიერდეთ, რადგან არაფერი აქრობს სიყვარულს ისე და აშობს სიძულვილს, როგორც კადნიერება. სულიერი თვალი, ანგელოზების შემდგომად ყველაზე მშვენიერი და კეთილი რამ არის ის მშვენიერებით ყოველგვარ ქმნილებას აღემატება. ამიტომ ხშირად მათ, ვინც თავად ცოდვით იძლევიან, შეუძლიათ მათ და მის სიყვარულის გამო, სხვების სულის იდუმალ ზრახვებს ჩაწვდნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ხორციელად არ არიან შებილწულნი. რადგან უხორცო ბუნებისთვის არაფერია ისე საძულველი, როგორც ხორციელი, ვინც ამას წაიკითხავს, კარგად გაიაზროს. სულით უძლური უფლის მიახლოება სჭირისა და ხორციელი განსაცდელის სიმრავლით უნდა ხდებოდეს, ხოლო სრულნი სულიწმიდის მოვლინებით და მადლის გამრავლებით უნდა შეიცნობდნენ. არიან სრულნი, რომლებიც საღმრთო სურვილით ფხნევდებიან და გულის სიმდაბლით დიდ სათნოებებს აღასრულებენ. სხვები კი იმავე საქმეს ამპარტავნებით შეუდგებიან და სირცხულში ჩავარდებიან ხოლმე. არის ეშმაკი, რომელიც სარეცელზე წოლისას მოვა და ბოროტი და უწმინდური ზრახვებით ცდილობს ჩვენს შებილწვას, ამიტომ თუ ჩვენ უდებება დაგვძლევს, მის წინააღმდეგ ლოცვით არ აღვიჭურებით და ამ ბოროტის ზრახვებით დავიძინებთ, ვილცი სიზმრები მოგვიცავს. არის კიდევ ეშმაკი, რომელსაც მსტოვარი ეწოდება და რომელიც გაღვიძებისთანავე წარმოგვიდგება და ჩვენს პირველივე აზრებს შებილწავს. ყოველი დღის დასაწყისი უფალს მიუძღვენი, რათა გათენებისთანავე მის მიერმა ზრახვებმა დაიმკვიდრონ შენში და არა ეშმაკეულმა, რადგანაც, ვისაც თუ ახლად დაწყებული დღე როგორ ჩაივლისო. ერთმა ღირსეულმა მოღვაწემ ყურადსაღები რამ მითხრა, გათენდა თუ არა, მაშინ ხვდები, თუ ახალ დაწყებული დღე როგორ ჩაივლისო. ღვთისმსახურებისა და წარწმედის უამრავი გზა არსებობს. ხშირად ხდება, რომ ერთისთვის მოუხერხებელი გზა მეორისთვის ძალზედ წარმატებულია და ამასთან, ორივე მოგზაურის მიზანი უფლისთვის სათნოა. როდესაც რაიმე განსაცდელი შეგვემთხვევა, მაშინ გვებრძვის ეშმაკი, რათა რაიმე ბოროტი ვთქვათ ან მოვიმოქმედოთ, ხოლო თუ ამას ვერ გვაქნევინებს, მაშინ ფარულად მოვა და ამპარტავნებით სავსე მადლობას დანერგავს ჩვენში. ვინც ეციურ საქმეებს იქს სიკვდილის შემდეგ ზეცაში ადის, ხოლო ვინც ქვეყნიურზე ფიქრობდა, მისი ადგილი ქვემოთ იქნება. გარდაცვლილთაგან შუაში არავინ დარჩება. უფლის ქმენილებათაგან მხოლოდ სულია, რომელიც ცალკე კი არ არსებობს, არამედ სხვასთან, სხეულში. და საოცარია, როგორ შეუძლია მას არსებობა იმის გარეშე, საიდანაც სიცოცხლე მიიღო. კეთილ ასულებს დედები შობენ, თვითონ დედებს, უფალი, მათ მოწინააღმდეგე ბოროტ ასულებსაც დედები შობენ, ამ დედებს კი ეშმაკი. შიშარა სამბრძოლოდ ნუ გამოვა, ამბობს მოსე, უფრო ზუსტად კი ამას ღმერთი ამბობს, რათა მისი უკანასკნელი სულიერი დაცემა იმ პირველ ხორციელზე უარესი აღმოჩნდეს. ყოველ ხორციელი სხეული ხორციელი თვალით იხედება, ხოლო საღმრთო სათნოებათა გონიერი თვალი არის გამოძიება და შეცნობა.